მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მადლობა გითხრა თქვენ ეთერისთვის და აქედან კიდევ ერთხელ გავამხნევო ციხეში მყოფი სინდისის პატიმრები, პირველი ყოვლისა ქალბატონი მზია ამაღლობელი და ხნეობა უსურვომათ ჩვენ გარედან ყველაფერს ვცდილობთ რომ ეს მძიმე ტვირთი რომელიც მათ თავის სინდისის და პრინციპებიდან გამომდინარე იტვირთეს, აქედან რაღაცნაირად შევამსუბუქოთ და ისინი მალე დავიხსნათ საპყრობილედან. რაც შეეხება რეჟიმის მდგომარეობას, მან გამოაჩინა ნამდვილად კლანჭები, გამოაჩინა ასევე ეშვები და ყველაფერს ცდილობს რომ ის რეპრესიული მექანიზმები გახადოს უფრო ხისტი და მკაცრი, მაგრამ ამავდროულად მან ყველანაირი ნიღაბი მოიშორა და აღარ თამაშობს დემოკრატიულობანას, ეს ტერმინი საერთოდ ამოვარდნილია მათი რიტორიკიდან და ამავდროულად იცის რომ არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ცივილიზებული სამყაროს გულისხმობდა განვითარებულ დემოკრატიებს მათ აღარ აქვთ და ამავდროულად არც ისინი არიან უკვე ყველანაირად ჩამოშორებულები არიან ამ სფეროს და ეს რეჟიმი ახდენს პირდაპირ სრულ კონსოლიდაციას ავტორიტარიზმის. ანუ ჩვენ ვხედავთ რომ ეს რეჟიმი მთლიანად დაყრდნობილი არის ძალოვან სტრუქტურებს, ეს არის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ერთ-ერთში ემსგავსება ბელარუსის და რუსეთის პოლიციურ რეჟიმს. ჩვენ რას შვებით ამ ეტაპზე და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის ჯიუტი უწყვეტი პროტესტი, რომელიც მათ ნერვებზე თამაშობს, იმიტომ რომ ხედავთ ის უწყინარი, ის მშვიდობიანი, ის არაძალადობრივი პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე უკვე 70 დღეზე მეტი ხანია, მათ მოსვენებას არ აძლევს და ხედავთ ყოველდღიურად როგორც ცვლიან ისინი ტაქტიკას. გუშინ იყო რაღაც რაოდენობის საპოლიციო ძალები, დღეს კიდევ უფრო მეტია, გამოჩნდნენ ნიღბიანი ეს პოლიციელები თუ სპეცრაზმელები, ახლა მე ვერ ვარჩევ უკვე, იმიტომ რომ არანაირი მაიდენტიფიცირებელი, არანაირი ნიშანი მათ არ აქვთ გარდა პოლიციის ნიშნისა, ანუ რომელ ქვედანაყოფს წარმოადგენენ ისინი თუ რომელ განყოფილებას ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის რომ მცირე რაოდენობის პატრულის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მათ ერთ ეტაპზე რაოდენობრივად გაზარდეს, რის საჭიროებაც ნამდვილად არ არსებობდა და შემდგომ კიდევ უფრო გაზარდეს ეს რაოდენობა და ახლა უკვე გამოჩნდნენ ის განსხვავებული, ანუ არაპატრულის თანამშრომლები, რაც იმას აჩვენებს, რომ უკვე ეს რეჟიმი ამ თვალსაზრისით ეს პროტესტი მათთვის ნერვების მომშლელი არის. სხვა მხრივ ახლა ძალიან დიდი მოლოდინი არის. ნერვების მოშლის პარალელურად გიორგი ბოდიში გაწყვეტინებ, თან რთულდება ვითარება, მაგრამ რთულდება იმ კუთხითაც, რომ რაღაცა ყოველკვირა ახალ პოლიტიკურ პატიმარს ვიღებთ, უფრო და უფრო მეტ რაღაცა, უფრო მეტ ღრმა კრიზისში შევდივართ, ხო? უფრო მეტ რეპრესიას. გასაგებია, ეს არის მიზანი ახლა, როდესაც ადამიანს აჯარიმებენ 5,000 ლარით ან შეუფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ვიღაცას ბრალს დადებენ იმაში რომ მან რაღაც ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა და ანუ ეს არის ყველაფერი ფინანსური რეპრესია, ეს არის პირდაპირი რეპრესია და ამავდროულად საზოგადოების დაშინების მცდელობა. ამდენად დაშინდა ეს საზოგადოება, ჩანს რუსთაველზე როგორ იკრიბება ადამიანები, ხო იკრიბებიან ადამიანები. ყოველდღიურად მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობის ჩვენი მოსახლეობა გამოდის იმისთვის, რომ მშვიდობიანად, არაძალადობრივად გააპროტესტოს ამ რეჟიმის უკანონობა, ამ რეჟიმის მიერ ხელისუფლების მიტაცება, ამ რეჟიმის მიერ სინდისის პატიმრების საპყრობილეში ჩასმა და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს იმისთვის რომ დავამტკიცოთ თუ რეალურად რა იყო ქართველი ხალხის ნება არჩევნებში, რომელიც ამ უზურპატორმა ხელისუფლებამ რეჟიმმა მიიტაცა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, ეს არის ჩვენი
დღის სამუშაოს, საღამოს სამუშაოს მშვიდობიანად ეს რეჟიმი გავაპროტესტოთ. სხვა რაღაცნაირი მექანიზმი ჩვენს ხელთ არ არის. ანუ ჩვენ ვერ დაუპირისპირდებით სხვანაირად სახელმწიფოს მიმტაცებელ ავტორიტარულ რეჟიმს. სხვა გამოსავალი არ აქვს ჩვენ. ის ადამიანები, რომლებიც ვითხოვთ თავისუფალ ევროპულ საქართველოს, ჩვენ ყოველდღიურად გავდივართ რუსთაველის გამზირზე, ვინც ახერხებს, ვიღაცა ყოველდღიურად ახერხებს ამას, ვიღაცა დღე-გამოშვებით, ვიღაცა კვირაში ერთხელ თუ ასე შემდეგ. თავარი არის, რომ ყოველდღიურად ჩვენ ამ ხელისუფლებას ვაჩვენებთ, რომ არა მარტო ხელისუფლებას, ეს ასევე არის გზავნილი საერთაშორისო ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ აქ ხალხი არ ეგუება ამ უზურპატორ რეჟიმს. ამის გარეშე სხვა ჩვენ გამოსავალი არ გვაქვს არაფერი. რა უნდა გავაკეთოთ გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად შეძახილით შვიდობიანად ვაჩვენოთ რუსთაველის გამზირზე, რომ ამ უზურპატორ რეჟიმს, რომელმაც მიიტაცა ქართველი ხალხის ნება, მიიტაცა ძალაუფლება და ხალხი უკანონოდ ჩასვა საპყრობილეში. აი ამის გაპროტესტების სხვა საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ველოდებით ასევე საერთაშორისო განსაკუთრებით შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის რეაგირებას რა ნაბიჯებს გადადგავს ამ ყველაფრის საპასუხოდ, იმიტომ რომ აღარავის აღარ სჭირდება საკმარისი არის ის ავტორიტარული რეჟიმები, რომელიც ჩვენს გარშემო არის დამატებით კიდე საქართველოს, რომელშიც უდიდესი ინვესტიცია ჩადეს იმისთვის, რომ საქართველოს გამხდარიყო განვითარებული დემოკრატია, მიახლოებული ყველანაირი სტანდარტებით და მიდგომებით დასავლურ და ევროპულ ცივილიზაციასთან, ამათ კიდე ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხეს ის, რომ მთლიანად დაგვაშორეს ჩვენს პარტნიორებს და რგეზი პირდაპირ რუსეთისკენ აიღეს. ამას არა მარტო ის ადამიანები, რომლებიც ვაპროტესტებდა უკმაყოფილო ვართ აი ამ რეჟიმით, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც არ დაუშვებენ და ველოდებით, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ეს უკანონო რეჟიმი, გარდა ამისა, ველოდებით რა რეაგირება იქნება ჩვენს მხარდასაჭერად, იყო ნაბიჯები, კონკრეტული ინდივიდუალური სანქციები, ახლა ეს წრე კიდე უნდა გაფართოვდეს და კიდე უფრო ხისტი უნდა იყოს ის პოლიტიკა, რომელიც იქნება ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო